ლიტოვნის არწემის და ანასტასიას შემთხვევა გამონაკლისია ამით, რომ გამოგონილი სრულმოწმეები ნეიტრალურ, ასე ვთქვათ, მოწმეებად შემოიყვანეს ამ თამაშში, ხო და ბინძურ თამაშში, ხო და აი ჩვენ აქ უზენაეს სასამართლოსთან მივდივართ ზუსტად მათ ოფისთან, რათა გავაპროტესტოთ ეს დღეს, ხო და ეს იყო, ასე ვთქვათ, იგივე кейსი და იგივე საქმე, რაც დანარჩენი ასე ვთქვათ, ჩადებულთა საქმეები, თუმცა ზუსტად ეგ იყო გადამწყვეტი, რომ პუტინის რეჟიმის გამოქცეული და რეპრესირებული ადამიანები, პუტინის რეჟიმთან გარიგებული აქაური, ასე ვთქვათ, მათი ხელდასხმული აქაური უზურპატორებისგან და სახელმწიფოს მიმტაცებლებისგან უნდა გასამართლებულიყვნენ ჭყალებში უმკაცრესი ზომებით, რადგან გავლენის ქვეშ არიან, რა თქმა უნდა, ეს არის რუსული რეჟიმი. არაფერი არ არის დამალული და ყველაფერს ვიგებთ. ეს პარტია ვერ დარჩება მუდმივად ხელისუფლებაში. ანუ ხვალაც რომ მორჩეს მთელი პროტესტი, ყველა რომ სახლში წავიდეთ, ესენი მაინც ვერ იქნებიან მუდმივად ხელისუფლებაში. როცა იქნება დაბრუნდება სამართლიანობა და ყველას მიეგება სათანადო პასუხი. არა გადაჭარბებული, არა არა ყველას ვისაც როგორ ეკუთვნის, ისე აგებს პასუხს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ეს არის ჩემი მოწოდებაც და პირობაც. ყველა მოწმის, ყველა ცრუმოწმის უпростоრად, ცრუმბრალდებლის და ყველას მიმართ. ეს პარტია ქართული ოცნება სამუდამოდ ვერ იქნება და პასუხს ყველა აგებს.